ირაკლი ალასანია მოსკოვში მხოლოდ მას შემდეგ ჩავარაც ხელისუფლებაში მოვა. ეს განცხადება ალიანსის საქართველოს ლიდერის სახელით მისმა თანაგუნდელმა ვიქტორ დოლიძემ გააკეთა. ალასანია ოპოზიციის ლიდერის რანგში მოსკოვში ჩასვლაზე უარს ამბობს. დღეს რუსული პრესა წერდა, რომ ალასანიამ რუსეთის დედაქალაქიდან მოწვევა უკვე მიიღო. ნოღაიდელისა და ბურჯანაძის მოსკოვური ვიზიტის შემდეგ რუსეთის დედაქალაქში ჩასვლის სურვილი კი უკვე გამოთქვეს ზვიად ძიძიგურმა და ლეიბორისტებმა. შალვა ნათელაშვილის პოლიტიკური თანაგუნდელები განმარტავენ, რომ პუტინთან საუბრის მთავარი თემა ამ შეხვედრის შემთხვევაში საქართველოს დეოკუპაცია იქნება. ამერიკის ელჩმა აქ საქართველოს ყველაზე უფრო მწაკითხებზეც კი შესაძლებელი არის გონივრული კომპრომისის გამოძებნა, თუ კი ნება იარსებებს ამისი, ამიტომ ჩვენ ეს ღიად განვაცხადეთ ეს პოზიცია და ვფიქრობ, რომ როცა საჭირო ჩავთვლით, შეიძლება გადავდგათ ასეთი ნაბიჯი, მოსკოვშიც წავიდეთ. ყველა თემა დაწყებული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენიდან, დამთავრებული დევნილების პრობლემით, მიმოსვლის პრობლემით, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის საკითხით და ყველა საკითხზე არის საჭირო და აუცილებელი საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებში. ჩვენ ვართ მზად დავიწყოთ საუბარი რუსეთთან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე. ჯერჯერობით ასეთი მოწვევა ჩვენ არ მიგვიღია. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, თუ მივიღეთ ასეთი მოწვევა, ჩვენ გავემგზავროთ იქ. ჩვენ ძირითადად გვინდა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ან დიპლომატებთან დავიწყოთ ამ საკითხზე საუბარი. აბა რა ვქნათ, არ დავილაპარაკოთ თუნდაც ოკუპანტთან? ასე უნდა გაგრძელდეს დაუსრულებლად? ნინო ბურჯანაძისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის დეტალებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ახმაურებს. დღეს ლავროვის უწყებამ აუდიენციის შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელა. საქართველოსა და რუსეთს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენა აუცილებელია კავკასიის რეგიონში შექმნილი ახალ პირობებში მშვიდობის დასამყარებლად. ეს არის ფრაგმენტები რუსი დიპლომატების კომენტარიდან. მოსკოვში ამბობენ, რომ ნინო ბურჯანაძემ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებებზე ქართულ-რუსული ურთიერთობების ჩიხიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრა. ჩვენ ბურჯანაძეს ვუთხარით, რომ ორმხრივი ურთიერთობების აღდგენა მხოლოდ იმ პოლიტიკურ პირებთანაა შესაძლებელი, რომლებიც რეალისტურად უყურებენ რეგიონში არსებულ ახლანდელ ვითარებას აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. პუტინი, ლავროვი, კარასინი, მირონოვი რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსებთან ნინო ბურჯანაძემ მოლაპარაკებები უკვე გამართა. მოსკოვურ შეხვედრებს დღე მეორე იყო ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარესთან აუდიენციით დაიწყო მოლაპარაკებები. პარლამენტის ექს-თავმჯდომარე არ მალავს, რომ მოლაპარაკებების დროს მწვავე განცხადებების გაკეთებისაგან თავს იკავებს. ბურჯანაძის მოსკოვური შეხვედრები თბილისში ახალი პოლიტიკური ტერმინოლოგიის დამკვიდრების საბაბიც კი გახდა. ჩამონოღაიდება ამ გამოთქმის ავტორი დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ბურჯანაძემ რუსეთში ვიზიტის შემდეგ პოლიტიკური წონა დაკარგა. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაციასა და რუსულ აგრესიაზე სიტყვა არ დასცდენია, ნინო ბურჯანაძე მოსკოვურ ვოიაჟს მაინც ქვეყნისა და ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა დაფასებს. ბურჯანაძე პუტინთან შეხვედრის დეტალებზე პირველ კომენტარს აკეთებს და ვიზიტის გამართლებას ასეთ ცდილობს. ანტირუსული ისტერიით რუსული საქმე კეთდება. პუტინთან პირისპირ შეხვედრით კი პირიქით. მე ვიყავი ჩამოსული და ვარ ჩამოსული რუსეთში იმისათვის, რომ დავიცვა ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის ინტერესი. ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის ინტერესი ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა გახდეს სტაბილური. ჩემი ამოცანა არ იყო აქ ხმამაღალი განცხადებების გაკეთება და გულზე მჯიღის ცემა. მიუღებელი, უპატიებელი და სამშობლოს ღალატის ტოლფასი პუტინის ქმედებების ლეგიტიმაცია. ასეთია მოსკოვური შეხვედრების ქართული შეფასება. ბურჯანაძე პუტინის შეხვედრას ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც აკრიტიკებენ, მის მიზნებს კი ასეხსნიან. ექს-სპიკერს ფინანსური, პოლიტიკური და შესაძლოა სამხედრო მხარდაჭერის იმედი აქვს. ქართულ ოპოზიციონერებში ბურჯანაძის პუტინთან აუდიენციის შემდეგ ახალი ტერმინიც გაჩნდა. მეგონა რომ ჩამონოღაიდელებას არ იკადრებდა. როგორც ჩანს, როცა არა გაქვს მხარდაჭერა საკუთარ მოსახლეობაში და არც ამის პერსპექტივა, მაშინ ოღაიდელთან თავის გატოლება პუტინის კარზე მისთვის მიუღებელი არ აღმოჩნდა. ამით ხდება ფაქტობრივად ირიბი ლეგიტიმაცია პუტინის მოქმედებისა და ქცევისა, როცა ჩვენ მათ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ თან მსოფლიოს უმტკიცონ, რომ სააკაშვილია მთავარი მიზეზი საქართველოს დასჯის და არა ის დაუკმაყოფილებელი ინტერესები, რომელიც უკვე სუვერენულ საქართველოს დამემართებაში რუსეთს 2000 წელია გააჩნია. ბურჯანაძე ნოღაიდელის რაზმს ექნება მოსკოვის მხარდაჭერა, პოლიტიკური, ფინანსური, მე არ გამორიცხავს სამხედროც და მათი ხელისუფლებაში მოსვლის ძალაუფლების ხელში აღების საფასური იქნება ის, რომ ეს პიროვნებები, როგორც უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები, ცნობენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. არ შეიძლება ადამიანი შენი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად მზად იყო, რომ ქვეყანა გაწირო, ქვეყნის დამოუკიდებლობა გაყიდო.
როგორც ნოღაიდელის ვიზიტი იყო, ანუ ესე შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მეფის კარზე ტარდება ხა კასტინგი, ვინ უფრო იაფად გაყიდის თავის ქვეყანას. რუსულ კასტინგში ჩართული ქართველი პოლიტიკოსები კრემლს გეგმის განხორციელებაში ეხმარებიან. ექსპერტების შეფასებით ამ გზას სასიკეთო არც საზოგადოებისთვის მოაქვს რამე და მათ შორის არც ოპოზიციონერებისთვის. არჩევნებში გამოჩნდება ვინ ამდენ ხმას მიიღებს და რამდენად პოპულარულია იდეა რუსეთთან შერიგების უპირობო, თორე ჩვენი ტერიტორიით ოკუპაცია არ ხდება. რადგან ასე როგორც მოვუყურებ, არც ერთ ჩვენი ყოფილი ლიდერებს, ნოღაიდელს და ბურჯანაძეს არ დაუყენებია საკითხი კრემლში. რუსეთმა ამით მიაღწია კიდევ ერთ მიზანს. ხლა პოლიტექნოლოგიური თვალსაზრისით ეს არის ბრწყინვალე პროექტი კრემლის მიერ განხორციელებული. ნინო ბურჯანაძე ამ დროისთვის კვლავ მოსკოვში რჩება. დღეს ის თავის ძველ მეგობარს სერგეი მირონოვს შეხვდება. ნინო ბურჯანაძისა და ზურაბ ნოღაიდელის ადგილი მოსკოვში არ არის, აცხადებს სათათბიროს ვიცე-სპიკერი ვლადიმერ ჟირინოვსკი. ამბობს, რომ თუ საქართველოს დამოუკიდებლობა სურს, მაშინ მისი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები დასახლდეს რუსეთში არ უნდა ეძებდნენ. ეს განცხადება ჟირინოვსკიმ მოსკოვში პარლამენტის ექს-თავმჯდომარის შეხვედრების კომენტირებისას გააკეთა. რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სიტუაციაში გასარკვევად ნინო ბურჯანაძეს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ურჩევს. მე ვთვლი, რომ ნინო ბურჯანაძე მოსკოვში არ უნდა ჩამოსულიყო. არ არის საჭირო კრემლის კარზე მიდგომა და მიკაკუნება. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენას მივესალმები, მაგრამ თქვენ გინდოდათ თავისუფლება და დამოუკიდებლობა. თქვენ ყავთ კარგი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და არ არის საჭირო ერთი მეორის მიყოლებით ოპოზიციის წარმომადგენლების მოსკოვში ჩამოსვლა და ქედის მოხრა.